ქართული ოცნების ხელისუფლება აგრძელებს ექსპერიმენტებსა და პოპულისტურ კამპანიებს იმ სისტემაში, რომელსაც თვითონ არ იყენებს. ისინი ცდებს ატარებენ არა საკუთარ, არამედ სხვის შვილებზე. ამის კიდევ ერთი დადასტურებაა საჯარო სკოლებში სასწავლო ფორმების სავალდებულო შემოღება. საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ ქართული ოცნების მაღალჩინოსნების შვილების დიდი ნაწილი კერძო სკოლებში სწავლობს. სწორედ ამიტომ ხელისუფლების განმარტება, თითქოს ფორმების სავალდებულო შემოღება, თანასწორობის პრინციპების დაცვის მიზნით ხდება სრულიად არადამაჯერებელია. როდესაც გადაწყვეტილების მიმღები თავად არ ექვემდებარება იმ წესებს, რომლის დაწესებასაც სხვისთვის ცდილობს, თანასწორობაზე საუბარი ფორმალურ ხასიათს ატარებს. ქვეყანაში, სადაც ათობით საჯარო სკოლა დღემდე ავარიულ მდგომარეობაში ან დანგრეულია, ათასობით მოსწავლეს ყოველდღიურად უწევს საკუთარი სახლებიდან კილომეტრების დაშორებით მდებარე სკოლებში სიარული. ბავშვების მნიშვნელოვანი ნაწილი სასწავლო დღის განმავლობაში საერთოდ ვერ იკვებება. სასკოლო ფორმების სავალდებულო შემოღება განათლების სისტემის მთავარი გამოწვევა ვერ იქნება. ქართული ოცნების გადაწყვეტილებით სექტემბრიდან მოსწავლეების მშობლებს სასკოლო ფორმების შესყიდვა მოუწევთ. განათლების სამინისტროს ცნობით, ერთი კომპლექტის ღირებულება 95 ლარი იქნება. რეალურად ერთი კომპლექტი სასწავლო წლისთვის საკმარისი არ არის და მშობლების უმრავლესობას მინიმუმ 2 კომპლექტის შეძენა მოუწევს, რაც ერთ ბავშვზე დაახლოებით 200 ლარის დამატებით ხარჯს ნიშნავს. მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ეს ფინანსური ტვირთი კიდევ უფრო მძიმე იქნება იმ პირობებში, როდესაც ათასობით ოჯახს ყოველდღიური საჭიროებების დაკმაყოფილებაც კი უჭირს, ხელისუფლება მათ ახალ სავალდებულო ხარჯს აკისრებს. ყველაზე დიდი დანაშაული ის არის, რომ ქართული მოსწავლეებისთვის ფორმებს ჩინეთში შეკერავენ. ადგილობრივი წარმოების სტიმულირების ნაცვლად ოცნება მილიონობით ლარის ღირებულების კონტრაქტს ჩინურ კომპანიას უფორმებს. იმ ფონზე, როცა საქართველოში უკვე რამდენიმე საერთაშორისო კომპანია მუშაობს ამ მიმართულებით, იკერება პუმას და მონკლერის პროდუქცია, ამ თანხის ჩინეთში დახარჯვა დანაშაულია. კიდევ ერთი დანაშაული ის არის, რომ ფორმები ვერ აგვარებს განათლების სისტემის ფუნდამენტურ გამოწვევებს, რომლებიც ოცნების 14 წლიანმა მმართველობამ უმძიმეს კრიზისამდე მიიყვანა. PISA-ს კვლევით საქართველოს წაკითხulis გააზრებაში 91 ქვეყანას შორის 77 ადგილზეა. მათემატიკაში მე-60, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში კი 76. UNICEF-ის და SACSTAT-ის ერთობლივი კვლევის თანახმად ბავშვების 35% სკოლებში საერთოდ ვერ იკვებება. ფულის არ ქონის გამო ბავშვების 45%-ს არ აქვს მისთვის სასურველი თუნდაც ერთი საგანმანათლებლო მასალის შეძენის შესაძლებლობა. სხვა ქვეყნებში ემიგრაციის გამო 2020-2025 წლებში 22,727 მოსწავლემ შეწყვიტა სწავლა, რაც საქართველოსდან მასობრივი ემიგრაციის კიდევ ერთი ინდიკატორია. საქართველოს ჭირდება არა ფორმების რეფორმა, არამედ განათლების სისტემის სიღრმისეული გარდაქმნა, სწავლების ხარისხის გაუმჯობესება, უსაფრთხო თანამედროვე სკოლები, მოსწავლეებისთვის უფასო კვების პროგრამა, ყველა ბავშვისთვის ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო რესურსები, ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა და განათლების სფეროში კორუფციის აღმოფხვრა. სწორედ ეს არის ის პრიორიტეტები, რომლებიც რეალურად გააუმჯობესებს ქართველი ბავშვების მომავალს და არა განათლების სისტემაში კიდევ ერთი კოსმეტიკური ცვლილება.